მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენ გოლმანიძე გახლავართ და დღევანდელ გადაცემაში სტუდიაში ჩვენთან სტუმრად იქნებიან ბატონი გოჩა სოფურიშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი თემურ ფიფია, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ბატონ გოჩა, თქვენთან დავიწყებთ საუბარს. Ბოლო პერიოდში თქვენ არ გონია შესაძლებლობა ამ ფორმატში თქვენთან გასაუბრებს, ამიტომ საინტერესო იქნება თქვენი შეფასება აი ამ ბოლო პერიოდის არჩევნების შემდგომი მოვლენების. Როგორ უყურებთ საქართველოში მიმდინარე აი ამ საპროტესტო მოძრაობებს და ზოგადად აი რა დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. მძიმეა საქართველოსთვის ესეთ რეჟიმში ცხოვრება. რთულია ძალიან ესეთ турბულენტურ გარემოში აი ეკონომიკურ წინსვლაზე ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ გეგმებზე საუბარი. ამჩნევთ თქვენო პერიოდულად სავალუტო რყევებიც არის და ეროვნული ბანკი ცდილობს რომ ასე ვთქვათ ეს პროცესი დაიჭიროს. ძალიან სამწუხაროა რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტები ყველა ძალას ხმარობენ, ყველა მეთოდს ხმარობენ, რომ ეს დაძაბულობა არ მოიხსნას და მთლიანობაში ეს ეკონომიკისთვის რა თქმა უნდა დადებითი ფაქტორი არ არის. მე ვფიქრობ რომ წინ გვაქვს ჩვენ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე და დიდი გამოცდა ხელისუფლებისთვის. მაქვს ინფორმაცია რომ ასე ვთქვათ 29-ისთვის კიდევ ერთ ძალიან ისეთ გრანდიოზულ შეკრებას ფიქრობენ, ასე ვთქვათ, ქუძე კაცის მოწოდებით და ალბათ ეს იქნება ყველაზე გადამწყვეტი ამ ახალი წლების წინა პერიოდში. ან თქვენ ელოდებით რომ პროცესები კიდევ გამწვავდება? ხო, ალბათ აი ეს დღე იქნება გადამწყვეტი და ხელისუფლებამ ალბათ ძალიან გონივრულად უნდა იმოქმედოს, უნდა მოუფრთხილდეს სიტუაციას, პროვოკაციები არ იყოს და ეს დღეა გადასატანი, მე ვფიქრობ. მთლიანობაში მძიმე პერიოდი გადაიტანა მაინც ხელისუფლებამ ამდენი დღე ესეთ რეჟიმში ჩვენისთანა მყიფე ეკონომიკის პატრონ ქვეყანა, სადაც სავალუტო რყევები ყოველთვის საშიშია. ვფიქრობ, რომ გავიარეთ ეს პერიოდი, თუმცა ეს 29 იქნება გადამწყვეტი და მოუწოდებ გონიერებისკენ, რომ არ გაექცეს ასე თქვა. ოპოზიციის როლი რამდენად არის აი ამ პროცესში, ეს კითხვა სულ მაქვს ხოლმე რესპონდენტებთან. ფაქტია, რომ ისინი რაღაც ავანსცენაზე თავიდან ყოველ შემთხვევაში არც ჩანდნენ ამ პროტესტის ყველაზე უფრო წვავე ფაზაში. რა როლი აქვს აი ამ პროცესში ოპოზიციას, რა უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა და რამდენად ართმევენ ამ ყველაფერს თავს? გასაგებია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ და აუცილებლად გვექნება საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ ბარიკადის ორივე მხარეს აქვს ხო რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა. კი, ნახეთ, როდესაც ოპოზიცია ფაქტიურად დაფიქსირდა როგორც სუსტი ძალა, შელახული ავტორიტეტებით დაკომპლექტებული სხვადასხვა ასე ვთქვათ ჯგუფები, პარტიები, მაშინვე ჩაერთო ეგრეთ წოდებული რბილი ძალის ფაქტორი და მე ხშირად ვამბობ ხოლმე, ახლა დღეს შეხვედრიდან მოდივარ და იქაც ქონდა ჩვენ საუბარი, რომ იცით რაც ჩანს ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორი ეს ერთია და კიდევ რაც არ ჩანს, აი როგორც კი შედიხართ სიღრმეებში, სხვადასხვა დარგებში, სხვადასხვა სექტორებში, აი გაკვირვებული ვარ, არის რაღაც დოკუმენტი, მაგალითად გრადი განვითარების სტრატეგიები და ჩვენი შეერთება, თქვათ აი 15-30 წლის დღის წესრიგს, ხო? აქ უკვე სახელმწიფოს თითქოს დაავიწყდა ეს ყველაფერი, რაღაცა 19 წლის, 20 წლის, 21 წლის ჩანაწერები გვხვდება. შემდეგი 3 წელი არაფერი არ ჩანს, მაგრამ არასამთავრობო სექტორი თავის კვლევებით, თავის რაღაცა სპეციალური ინდიკატორებით, თავის ანალიზით მუდმივად, ასე ვთქვათ, ფორმაშია და მუშაობს. ეს ეხება რეგიონებს, ეს ეხება აგერ ეკონომიკის თქვათ განვითარებას, ეს ეხება აგრარულ თემებს, ეს ეხება პოლიტიკას, ეს ეხება უნივერსიტეტებს, სპეციალური პროგრამები, ჩემი რამოდენიმე მეგობარი სწავლობს და ასე ვთქვათ, იკვლევს შესაბამისი დაფინანსებით სხვადასხვა მიმართულებებს, ეს რაღაც ევროკავშირის ბაზართან შეღწევადობა და მათი ასე ვთქვათ რეალური შესაძლებლობები მონეტარულ პოლიტიკას ეხება, სხვა კვლევა, სხვა რაღაც და მუდმივად ეს ზუსტად ეს რბილი ძალა, და არის უამრავი ადამიანი, აი ეს ადამიანები
მოიხმეს და ამას მოყვა რა თქმა უნდა უკვე ესეთი დიდი ტალღა ახალგაზრდების ჩვენც ყოფილვართ ახალგაზრდები უნივერსიტეტში რაღაც რო ხდებოდა ხოლმე 87 8 90 წელი ამ პერიოდში აი რაღაცა ესე აყვება ხოლმე რაღაცნაირად ქართული ხასიათიც არის ვიღაცას მოусმინე მგონი რამას საყვარელიძემ ძალიან კარგი რაღაც გაიხსენა ფილმია ესეთი გოგი ქავთარაძე თამაშობს ქორწილი აი ყვავილებით რო დადეს ესე და ქალბატონთან ხო და ერთი ჯგუფი ჩაირბენს ეს რაღაც ჩხუბის ის არის იმიტაცია და ეს დაყრის ამინოს ყვავილს და გაიქცევა ამ ჯგუფთან ერთად და მოდის იქიდან ნაცემი აი დაახლოებით ესეთ ყობა ჩვენი ხასიათი არის ცნობის მოყარეობა რაღაცა აი იმ ტალღაზე აწყობა არავინ არ ფიქრობს რა турбулентური გარემო ჩვენთან კი სოფლიოშია როგორი გადაწყობა ხდება როგორი ინტერესთა შეჯახება ხდება რა თამაშები მიდის რა დაემართა სირიას რა დაემართა უკრაინას ხო ეს უამრავი ისეთი ისეთ ვთქვათ სოფლიო პერიპეტიები ჩვენ თვალწინ იცვლება ძალიან ბევრი რამ აუცილებლად შეცვლის ამერიკა პოლიტიკას და დააკვირდით თქვენ იქ კასრაძეა მე მგონი გვარად და ყავს ძალიან საინტერესო რესპონდენტები და ის ამერიკელები რა რუსები აძლევენ ფულს, ჩინელები აძლევენ თუ ვინაც და ისინი მსჯელობენ ზუსტად იმ პოლიტიკაზე რაც მოდის იმ ქვეყნიდან და იქაც გონიერ ადამიანებს აწუხებს ის პირდაპირ იძახის ჯეფრი საქსთან ქონდა ბოლო ძალიან საინტერესო კი ბატონო პირდაპირ იძახის მე არ გამიხარდება ეხლა რომ ჩემს მეზობლად ამერიკაში თქვა ვიღაცა იყოს რუსეთის ან ჩინეთის ან ვიღაცის მოკავშირე და აქ ჩემ ცხვირწინ იყოს ეს აბსოლუტური ლოგიკაა ხო და უკრაინას ახსენებს და ყოველთვის ვაფრთხილებდი რომ ჭკუას მოუხმეთ იყავით ასე თქვათ რაციონალურების და წინ გაიხედეთ რა და როგორ და ამ შემთხვევაში საქართველოსაც აფრთხილებს და ის რომ შენ სადღაც არ გიღებენ ის რომ შენ არ დგას ეს დღის წესრიგში არ დგას მათ ინტერესებში მე დააკვირდი თვითონ ის ევროკავშირი როგორ არის აწო იქ 3-4 ქვეყანაა წამყვანი შენ შეიძლება ის ეხლა მსოფლიო ჩემპიონატის ის რო იყო წილისყრა და კალათებში რო სვავენ ჩვენ ბოლო კალათაში ვართ და ამ კალათას არა გაქვს ვალდებულებები არა გაქვს უფლებები რაც უფრო ბოლოში ხარ მით უფრო მცირეა შენი უფლებები მე ეხლა როგორც თქვა აგრომიმართულებით მომუშავე ადამიანს იქნება ჩავიხედო ჩვენ რას ნიშნავს ჩვენთვის ევროკავშირის ბაზარი შეღწევადობა პროდუქციის ასე თქვათ არსებობა მომზადება და შესაძლებლობა რას ნიშნავს ჩვენთვის ჩვენი ჩრდილოეთის მეზობლის ბაზარი რას ნიშნავს თუნდაც აქ ამ სივრცეში რაღაცის წარმოება და აქვე ახლოში გაყიდვა რამდენად შეღწევადი ვართ თქვათ ევროპაში და იქნებ ვიღაცა მოიკითხოს და აი გავაანალიზოთ რაც ჩვენში 10 წელი გადის ხო 10 წელი გავიდა ზუსტად აი ეს ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების შემდეგ 2014 წლის ივნისი იყო რა მივიღეთ ჩვენ როგორ გავიარეთ აი მოვიდა დრო რომ ჩვენ ამ პროცესებს ჩაუღრმავდეთ აუხსნათ ადამიანებს დავანახოთ ჯერ რეალური სიტუაცია მე არც ჩრდილოეთისკენ გავბიორ არც სამხრეთისკენ არც დასავლეთისკენ არც აღმოსავლეთისკენ ჩვენ უნდა შევაფასოთ რეალური სიტუაცია პირველი ეტაპი დღეს რო ეხლა ვიღაცას რაღაც აუფრიელ რო იცი რა შევადარეთ ჩვენ და ჩინეთი ჯობია, რუსეთი ჯობია, შეიძლება იმად გამოგაცხადონ. ხო, არა, ჯერ გავიაროთ ეს ეტაპი. მე მიმართავ სპეციალისტებს და ზუსტად ახლა ჩემ მეგობრებთან მქონდა ამაზე მსჯელობა, რომ გავიაროთ ის ეტაპი, რომ ზუსტად შევაფასოთ ჩვენ. რა მივიღეთ, სად ვართ, ვინ გველოდება, როგორ გველოდება, როგორია ჩვენი შესაძლებლობები ეკონომიკური, რა პერსპექტივა გვაქვს, როგორ უნდა განვავითაროთ, აუცილებლად სექტორები უნდა განვავითაროთ, აუცილებლად წარმოება, ყველაფერი ერთად გავაანალიზოთ. ამას თუგნებავ დავახუროთ დემოგრაფიული, ასე თქვათ, ქუდი და აქედან ამოვიდეთ, რომ ჩვენ არ გავქრეთ ქვეყანა, როგორც ესეთი აი ამ დიდ რაღაც გლობალურ ლიბერალურ თუ რაღაცა ღია მიდგომებში ჩვენ რო იქ ხვალე შეგვიყვანონ იცით რა მოხდება აი ეს თუნდაც ეს სირიის და ეს მოსახლე იქ უკვე შეამოვიდეთ იქ ჩაკეტავენ იმას რა ქვია არავის აღარ შეუშვებენ და შენსკენ გამოუშვებენ იმიტომ შენ ვალდებულებაში ჩაგიწერენ ამათ და თლიანად უცბად ერთ წელიწადში მოგვარყევენ დემოგრაფიულ უამრავი განსაცდელი შეიძლება დადგეს. ჯორჯ ეგ პრეცედენტი არის უკვე აი იტალიას და ალბანეთს აქვს სწორად მახსოვს მსგავსი შეთანხმება იტალია ანუ მიგრანტების გადარჩევა რომელსაც სურთ იტალიაში მოხვედრა ჯერ უნდა მოხდეს ალბანეთში მათი დაბანაკება. ჩვენ ჯერ წევრები არა ვარ და აგვაღიმინეს ეგ ვალდებულებები დააკვირდით ჩვენ სხვადასხვა ადგილებში სახლები გვაქვს გახსნა და იქ ვინახავთ ამ ხალხს.
ეს ნაწილობრივი ვალდებულება გვაქვს. თუ იქ იქნები, ეს ვალდებულება შეიძლება გაათმაგდეს. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა დავწონოთ. გასაგებია, რომ თქვა ცივილიზაციური არჩევანია, გასაგებია რეალურად განსაზღვროთ, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო, რა მდგომარეობაშია დღეს მსოფლიო, როგორი გადათამაშება და გადანაწილება მოხდება. აუცილებლად მოილაპარაკებენ დიდი ქვეყნები. რას მოილაპარაკებენ, როგორ მოილაპარაკებენ, როგორ გადანაწილდება. ჩვენთვის აქ მე ხშირად ვამბობ ხოლმე თქვენს ეთერებშიც, ჩვენთვის არის უმთავრესი აი ამ შესაძლებლობებიდან, რაცაც ეკონომიკა ქვია, სარგებლობს შემთხვევით ბატონ თემურიც ეკონომისტია და განვავსოთ ამ თემას, რა შესაძლებლობებიც გვაქვს დღეს და ესეა ხო ეკონომიკა, რა სამეურნეო შესაძლებლობებიც არის, ამისგან მინდა მივიღო მაქსიმუმი, ხო? რა შესაძლებლობებიც გვაქვს, დავიწყოთ ჩვენ იმ რესურსული, იმ ადამიანური, იმ ბუნებრივ კლიმატური, იმ გეოგრაფიულ ყველა შესაძლებლობებზე ვიფიქროთ, რომ როგორ განვავითაროთ მომავალი. არავინ ჩვენზე კარგად ამას არ იფიქრებს და გამოვიდეთ, იმიტომ ვახსენე ეს არასამთავრობო ამათი დღის წესრიგიდან გამოვიდეთ, იმიტომ რომ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჯგუფთან დავადასტურებ იმას და დავამტკიცებ, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ესენი ხელით გვატარებენ, არის ინერციული სვლები, არის სვლები არაფრისკენ, არის ძალიან ფრაგმენტული, მოჩვენებითი და მე მექნება საშუალება აღარ მინდა ძალიან ბევრი ვილაპარაკო და შემდეგ რომ მომცემ სიტყვას აუცილებლად ვილაპარაკებ რა არის კიდე აი ამ წლის განმავლობაში რა სიმახინჯეები ჩაიდო მომავალში ეგონია რომ თითქოს გაჩერდა ეს პროცესი მაგრამ არ გაჩერებულა არის კიდევ ძალიან დიდი გამოწვევები კი ბატონო, ბატონ თემურ, აი ბატონ გოჩაც საუბრობდა, რომ შეიძლება პირველი მწვავე ფაზა დასრულდა ამ პროტესტის, თუმცა ამის გაგრძელება შესაძლოა ვიხილოთ. თქვენ როგორი შეხედულება გაქვთ? მაგალითად ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ამასინათ ბრიფინგი, თქვა რომ ჩვენ ჩავშალეთ უკვე მაიდანის მცდელობა. შეიძლება ამაზე თქვენი აზრით მტკიცებით ფორმაში საუბარი და განმოხტავს თუ არა, ასე ვთქვათ, პროცესს ინაუგურაცია, რაზეც ასევე ამყარებენ დიდ იმედს. გულისხმობ 29 დეკემბერს, როდესაც ოფიციალურად სალომე ზურაბიშვილს უნდა შეუწყდეს პრეზიდენტის უფლებამოსილება. მოგესალმებით ბატონო გოჩა. პრემიერ-მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ცდელობა ჩაშალა ხელისუფლებამ და ეს რა თქმა უნდა სიმართლეს შეეფერება და არაერთი ცდელობა იყო, ჩვენ ხედავთ. პერმანენტულ ცდელობას. რომ მოხდეს დესტაბილიზაცია და ამის ფონზე მოხდეს ხელისუფლების ჩანაცვლება. მიაღწიონ თავის მიზანს ეს ხელახალი არჩევნების გზით იქნება კონსტიტუციის პარლებში თუ არა კონსტიტუციურად მათთვის სულ ერთია. მაგრამ მე სრულიად ვეთანხმები ბატონ გოჩას იმასთან დაკავშირებით რომ 29-ში მოსალოდნელია რა თქმა უნდა კიდევ ერთი პიკი. ასეთი გამოსვლებისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა. სხვანაირად ისინი ხელისუფლებაში ალბათ უკვე ვეღარ მოვლენ. მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ თუ რა რესურსები გააჩნია ხელისუფლებას იმ შემთხვევაში თუ დაგვიპირისპირდა მათი პატრონები და ეს უზარმაზარი ძალა ეს ევროკავშირი, ეს შეერთებული შტატები თუ რა დაპირისპირებულები არის ეკონომიკურად ხო სანქციები სხვადასხვა სანქციების ენაზე უკვე საუბრობენ ეკონომიკური სანქციები შეიძლება შემოიღონ არა სანქციები არა ინდივიდების წინააღმდეგ არამედ თვითონ ქვეყნის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენი ეკონომიკური სისტემა რომელიც არის ძალიან მყიფე და იქიდან გამომდინარე სოციალური სისტემა შეიძლება მოიცვას ძალიან ღრმა კრიზისმა და ამის ფონზე შეეცადონ უკვე დესტაბილიზაციის მოხდენას და ეს ალბათ მომავალი 2-3 თვე ზუსტად აი ამ საფრთხებს უნდა ველოდოთ. აქ ამას დაემატება ალბათ ის შანტაჟი, რომელიც მოდის ევროკავშირისგან სავიზო რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია მაგალითად თუნდაც სიზნელების შექმნა საბანკო სფეროში, ფულად გზავნილების სფეროში, რომელზეც ძალიან ბევრი ოჯახია დამოკიდებული, რომელთან ნათესავებიც მუშაობენ ევროკავშირის ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში და ნუ ერთ სიტყვით 1000 მექანიზმი არის, რომ ჩვენ ცხოვრება ასე ვთქვათ გაგვირთულონ და ამის ფონზე დაეხმარონ თავიანთ აგენტურას, შიდა პოლიტიკურ ადგილას.
კი ბატონო, აი სანქციების საკითხზე და მოსალოდნელ შედეგებზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი ცოტა ხანში, მანამდე ბატონ გოჩას დაუბრუნდები. თქვენ საუბრობდით NGO სექტორის როლზე ზოგადად აი თუნდაც დარგობრივი კონკრეტული დარგების განვითარების საქმეში. ამ საკითხებზე აუცილებლად ვისაუბროთ, აი რას წარმოადგენს მათი საქმიანობის ძირითადი სფერო და როგორ ეშინაარსი, ასე ვთქვათ, მათი საქმიანობის, თუმცა მანამდე ერთი ასეთი შეკითხვა მექნება, დღეს საქართველოს სტუმრობდა როგორც იცის საზოგადოება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, სტუმრობს უბრალოდ ალენ ბერსე, აქ პოლიტიკური ნაწილის შეფასებას ნაკლები დრო მინდა რომ დაუთმოთ, იმიტომ რომ ისედაც საზოგადოება მოყურა, ნახა, ოპოზიცია გაღიზიანებულია, საერთო კაცი ეძახეს საერთოდ ამ ადამიანს, მაგრამ მეორე მხრივ მე ჩემი უფრო საინტერესო გზავნილი რაც დავიჭირი ამ ადამიანის სტუმრობაში და რის გადაფარვასაც არ მოვერიდები და ვიტყვი დღეს ცდილობს სამთავრობო პროპაგანდა აი ამ ოპოზიციის სრულიად არაადეკვატური რეაქციებით არის ცვლილებები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით რაც დაანონსდა ესე შეფარვით დაგვიანონსეს მაგრამ თემა გადაიფარა იმით რომ აი ოპოზიცია როგორ მტრულად დახვდა ევროპელ სტუმარსო ეს ჩემი აზრით ნაკლებად საინტერესოა ამ შემთხვევაში რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ ამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ხომ არ ნიშნავს ეს ხელისუფლების მხრიდან თქვენი აზრით უკან დახევას და რაც ყველაზე მთავარია, ხა იქ რაღაც კოსმეტიკური ცვლილება თუ შევა და უცხოური გავლენის აგენტი აღარ ერქმევათ და რამე სხვას დაარქმევენ, ეს არ მაინტერესებს, მაგრამ შინაარსი რაც უნდა იყოს ამ კანონმდებლობის, რომ ქართულ პოლიტიკაში არ აღმოჩნდეს უცხოეთთან კონტროლირებადი ფული, აი ამ მიზანს ხომ არ ემუქრება თქვენი აზრით საფრთხე? ჯერ უცნობია ზოგადად რა ცვლილებაზე შეიძლება იყოს საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში რაღაცა ისეთი არსებითი უკან დახევა არ უნდა დაუშვას. შესაძლებელია რაღაცა იყოს რაღაც ტექნიკური, რაღაც კოსმეტიკური შიგნით ცვლილება, მაგრამ ის რისთვისაც ეს კანონი არის მიღებული, ამან უნდა იმუშაოს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩავკეტოთ, აი თუ მოახერხებს იმას, რომ არც ჩაიკეტება ეს, მაგრამ ეს დაექვემდებარება გარკვეულწილად კონტროლს, მონიტორინგს, ანალიზს, შეფასებას. აი მე ამას ახლა არ ვლაპარაკობ, აი საიდანღაც მოტანილს ან ვიღაცისგან დაკვირვებულს. ახლა მე აქ ნათქვამიც მაქვს თქვენს ეთერში, რომ ერთ-ერთი მძიმე თემა, რაც ასე ვთქვათ, ჩემს ასე ვთქვათ, ისტორიაში იყო, არის ეს თემა, ზუსტად ამას უკავშირდება. როდესაც იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ამ დონორებს, ასე ვთქვათ, აერთიანებს და ისმენს მათგან მიმართულებებს და მათ პროგრამებს და ასე შემდეგ, და ამ საბჭოს წევრები არის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, თუ სწორედ მახსოვს ანალიტიკური დეპარტამენტი, 1-2 ადამიანი თქვათ ისე. ამ დონორთა საკოორდინაციო საბჭოს როგორც კი მიეთითა, რომ მე როგორც სტრატეგიის კურატორს და აი ამ ყველა ასე ვთქვათ სააგენტოების და ყველა მიმართულებების გარკვეულწილად მონიტორინგის, კონტროლის და ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელს მე მჭირდება ისეთივე კვარტალური თუ 6 თვეში ერთხელ თუ წლიური ანგარიში და ისეთივე შეთანხმება ჩვენს მიზნებს და ამოცანებს, რომ ასე ვთქვათ სინერგიულად ემთხვეოდეს, როგორც ეს ვთქვათ, მე მაქვს პროექტების სააგენტოსთან თუ სოფლის განვითარების სააგენტოს და მელიორაციას თუ სურსათის და ასე შემდეგ, ხო? ეს მათთვის იყო როგორც ბომბა რო ჩამოუგდო ახლა წინ, რა თქმა უნდა ეს არავის. ანუ ისინი მათ ურთით საქმიანობდნენ განსაკუთრებულ ექსკლუზიურ რეჟიმში, ასე ვთქვათ. აი რა არის მაგის მიზეზი? ნახეთ, მე მგონი თემურ მაისურაძემ არ მახსოვს ზუსტად, მე მგონი მან დადო ძველი შევარდნაძის დროინდელი გამოსვლა თინა ხიდაშელის 2001 ან 2002 წელია, სადაც ნუღაიდელმა მოინდომა ამის კონტროლი, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა და თინა ხიდაშელი ხმამაღლა ამბობს, რომ თქვენ ვერ ეღირსებით. ეს გამორიცხულია, რომ თქვენ ერთი კაპიკიც კი გააკონტროლოთ არასამთავრობო სექტორის, ეს კანონით დაცულია, ეს ჩვენი ხელშეკრულებები, ჩვენ პარტნიორებთან პირდაპირ ასე ვთქვათ მიაძახეს. იმ პერიოდში მე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ვიყავი და როდესაც ჩამოდიოდა ეს ჯგუფები და გთხოვეს ჩამონათვალი მთლიანად, რომ აი იქნებ დაგვეხმაროთ, რაღაცა კვლევას ვაკეთებთ, ანალიზს ვაკეთებთ, ეს იყო ისეთი ინფორმაცია, სოფლების მოსახლეობა, შემადგენლობა, სპეციალობები, იქ ახალგაზრდების, ბაღების, მთელი იმის სრული სურათი ჭირდებოდათ, ხო? და მე მაშინვე სადაც საჭირო იყო, იქ ვისაუბრეთ და გავაანალიზეთ, რამდენად ეს
ეს ჯგუფები შემოსულია, იმიტომ ქვია რბილი ძალა, მთლიანად შესწავლილი ყავთ ეს სიტუაცია და ეს საზოგადო. ეს რაც ხდება ახლა, იგივე ახალგაზრდების ჩართულობა და ესეთ შესწავლილი აქვს ქართული ფენომენი, მე წეგან ტყუილა არ გამახსენდა ეს ფილმის ის, ხო შესწავლილი აქვს ეს ყველაფერი, რომ ესე შეიძლება აეწყოს და მოეწყოს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გარედან ობიექტური ადამიანები, არა ამ შემთხვევაში ქართველები ან რაღაც საქართველოსთან დაკავშირებული, უბრალოდ სერიოზული ანალიტიკოსები ზუსტად გაჩვენებენ, რა ინსტიტუტები მუშაობს, როგორ მუშაობს, რა ინტერესებს ფლობენ, რა არის ასე თქვათ მოსალოდნელი მომავალში, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რომ ეს არ არის ერთსვლიანი გეგმები, რამოდენიმესვლიანი, რატო შევიდნენ ესე განათლების სისტემაში, რატო შევიდნენ სოფელში, ამიტომაც იმიტომ გთხოვეთ, რომ არ დამავიწყდეს მეთქი ერთი თემა უნდა გავაჟღერო, ნახეთ ამ შემთხვევაში მიღებულია კანონი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების. ეს კანონი მიიღეს ზაფხულში. სადღაც აპრილში თუ მაისში ეს კანონი შევიდა პარლამენტში და მაშინვე დავინტერესდი, რომ ვის აინტერესებდა, ან რატო შევიდა, სამინისტროდან დავზუსტდი, რომ არავის ინიციატივა იქ არ იყო. მე გააჟღერეს, რომ დეპუტატების საინიციატივო ჯგუფმა, ვინც ეწერა იმ დეპუტატების ნახევარზე მეც ვიცნობდი კარგად და რომ მოვიკითხე, საერთოდ წარმოდგენა არ ქონდათ იმ კანონზე. არ იყო მათი შეტანილიც, საბოლოო ჯამში ვიარე კომიტეტებზეც, განხილვებზეც, ჩანიშვნებით, იქ შენიშვნებით, გავგზავნე ეს წერილობით, ყველა რა როგორც შევიდა კანონი მარტში თუ აპრილში ისე გამოვიდა. არაფერი არავინ არ გაითვალისწინა, რატო? იმიტომ რომ ეს იყო ევროკავშირის ჯგუფის დაწერილი კანონი. ეხლა რა არის აქ ყველაზე მთავარი, იცი რომ ეგრეთ წოდებული კვლავ არასამთავრობო სექტორი და ეს სხვადასხვა ქვეყნებში, აი მე და ირაკლი გოგა ვლაპარაკობდით ზუსტად ამასწინათ ამაზე, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ეს პრაქტიკა გაშვებულია. ესე იგი, ეს კანონი ითვალისწინებს, რომ ჩვენ კვლავ რჩებით თვითმმართველობის ქვედა დონის გარეშე, სოფელ თემის გარეშე, იქ იქნება გარკვეული საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც გარკვეული წლების განმავლობაში ფულს მიიღებენ დონორებისგან და ავალდებულებენ, რომ ბიუჯეტმაც შეუსწროს, ესე იგი, იქ ქმნიან რაღაც ჯგუფს, ესე იგი, ჟარგონულად ვთქვათ, იაჩეიკებს, კონკრეტული ჯგუფებისთვის, ესე იგი, შენ იერარქიულად იმ სამინისტროში ხარ, იმ უნივერსიტეტში ხარ, იმ სექტორში ხარ, იქ ხარ, ეხლა აი ამ დონეზეც უნდა შეიქმნას ეს ყველაფერი. ეს ჩვენს თვალსა და ხელშია, ჩვენ ერთი ხელით რაღაცას ვაკეთებთ და მეორე ხელით კიდე სხვას ვაკეთებთ, ესეც გაუგებარია ეხლა. მე იმიტომ ვაპროტესტებდი აი ამ სიტუაციას და იმიტომ მქონდა ასე თქვა ჩემი რეაქცია, რომ არ შეიძლება შენ ახლა ერთ რაღაცას ეს არ მოგწონს. ეს არის მიმდინარე პროცესი. ეს მიმდინარე პროცესია, მაგას ვიძახი. ეს არ არის დაუშვებელი ახლა. ამასაც იმიტომ ვლაპარაკობ, ხმამაღლა რომ ახალი დანიშნული მინისტრია, მან ეს უნდა იცოდეს ამ პროცესს. მე კი არ ვიძახი, რომ ეს ჩაკეტეა, გააფუჭე, არა ხელი შეუშალე, არა. ამ პროცესს ჭირდება სახელმწიფოებრივი სისტემური კონტროლი. თუ შენ არ აქვს ამის საშუალება და ამის თავი, რომ ესე აკონტროლო, მაშინ შეიძლება რაღაცა ეტაპი ჩაკეტო და შენც მოემზადო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციურად. თუ შენ ვერაფერს ვერ ახერხებ და ესენი მუშაობენ და რეალურად ესენი მუშაობენ და უქმნიან დღის წესრიგს იქით სამინისტროებს და უწყებებს. და იმდენად უქმნიან, რომ აი გააზარმაცეს, აი რაღაცას რო ეტყვი, რომ აი ეს კვლევა გაგჩა და იცით რა, ეხლა ეს ფონდი მოიპოვებს გრანტს და ესენი ჩაატარებენ. გეგონება იქ თვითონ ხელფას ვინც იღებს, ის უბრალოდ იმ ფონდის ის უნდა წაიკითხოს მერე. ანგარიშებიც აღარ კეთდება. და ეხლა აი ამ გადმოსახედიდან ეს საქართველოს პატარა ქვეყანაა და ყველა ერთმანეთს იცნობს, მოდის იქიდან აქედან ინფორმაცია, იმის მაგივრად რომ დღეს ჩვენ საუბრობდეთ აი ამ ძიმე სიტუაციაში და პრემიერს ეხმარებოდნენ თუნდაც სხვადასხვა სამინისტროები, რომ იცით რა, აი მე ხალხს მიუმართავ ეხლა და 2025 წლიდან მექნება აი ესეთი პლატფორმა ამ დარგის განვითარების, ამ სექტორის განვითარების, მინისტრი გამოვიდეს და თქვა, რომ აი ეს მინისტრი ნახეთ ნაპერწკლებს ყრის, ნახე რა ცოდნა, ნახე რა ხედვა აქვს, რაღაც დიდ სურათში იცის უყველაფერი, რომ ამ ადამიანებმა იფიქრონ, რომ იცით რა, რასაც ეხლა ჩვენ ვაძლიერებთ ამას, დაწყნარდით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მძიმე ასე ვთქვათ გეოგრაფიულ არეალში და ჩვენთვის არ შეიძლება აქ რაღაც საგიჟეთების მოწყობა, ხო? ოღონდ აქ თავრობა უნდა გამოდიოდეს დამაჯერებლად და ის ადამიანი, ვინც ამ შემთხვევაში ნეიტრალურია და საერთოდ არ უნდა, იმას უნდა სოციალური პრობლემების მოგვარება, კარგი ცხოვრება და ფიქრობს სად არის გამოსავალი. იქ რო არ არის გამოსავალი, ამას ხვდება, რომ იქ შეიძლება არც მიგიღონ, იქ შეიძლება ესე დიდი ხანი გაკატაონ და ხელისუფლებისგან ელოდების სწორ პლატფორმას, ხო? და ამ დროს ხელისუფლება და ამ დროს ისმის, ვიცი რა, ის დეპუტატი უმუშევარი დარჩა და ეხლა ამას აქ დავნიშნათ, იმას იქ დავნიშნათ.
იმის მაგვირად რომ ვილაპარაკოთ რაღაცა საქმის კეთებას და ეს ყველაფერი გადის, ეს ინფორმაცია იქაც მიდის, რომ ესენი ისევ ამაში არიან, ეს აქ ისევ ეს ხდება, იქ რაღაც მერიის გარშემო ამდენი ხალხი ჩახსნეს, ხო, რატო ჩახსნეს, ხო, კარგი საქმისთვის და კარგი მუშაობისთვის ხო არ ჩახსნეს. მოკლედ ეს ფონი ამძიმებს აი ამას უყველაფერს და ამ შემთხვევაში გამოდის რომ ჩვენ ნერვიულობთ მთავრობის მაგივრათაც, ქვეყნის მაგივრათაც, იმათ მაგივრათაც, მაგრამ ვინც რაიმე ქმედება უნდა გააკეთოს, ის არ აკეთებს ამ ქმედებას და მე მინდა პრემიერს თქვა რომ ერთის მხრივ ეს შეუვალობა და ეს პრინციპულობა ამ საკითხში კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ მთავრობიდან უნდა მოდიოდეს სიახლე, მთავრობიდან უნდა მოდიოდეს რეფორმა, მთავრობიდან უნდა მოდიოდეს ამ სიტუაციაში პროფესიული გარკვევა, ადეკვატურობა, რაღაცა ინიციატივები. მე ვიცი რომ რაღაცები მზადდება თქვა ბანკებთან მიმართებაში, რაღაცები მზადდება, მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად კვალიფიციური კადრები და უბრალოდ აი ერთმა რომ აკეთხარეს რომ მყარად დგას და ძალიან ბევრს უკვის სხვათა შორის გარეთაც და ჩვენს მეზობლებშიც რომ აი როგორ არ მოირყა ახლა ეს სიტუაცია, იმიტომ რომ სერიოზული შტურმია მაინც ეს სერიოზული ესე თქვა ინსტიტუტები მუშაობენ ამ სულ ყველაფერზე. კარგია, ყველას დიდი მადლობა ამ გამძლეობისთვის და მათ მინდა ვთხოვო რომ მართლა ეს ცემატყეპა და ეს არ უნდა იყოს იქ და ვინც ესე თქვა პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას და ამ ახალგაზრდებს რაღაცნაირად ესე თქვა ვაგებინებთ რომ რა არის თეთრი, შავი და ასე შემდეგ, ხო? ეს არის დღეს გასაკეთებელი საქმე. ამის პარალელურად მე თუ ვიქნები ამ შემთხვევაში მთავრობა თუ იქნება დამაჯერებელი, ეს გადატეხავს ამ სიტუაციას. ეთანხმებით, დამაჯერებლობა და აი ნაკლები ინფანტილიზმი ალბათ ამ შემთხვევაში. ინფანტილიზმი არ არის, ახლა რომ შენ ამხელა ვალდებულება გაქვს და ფიქრობ რომ ბიჭო ამან რომ თხოვა, იმან რომ დამირეკა და ეს დეპუტატი უმოშევარი რომ დარჩა და ამას ეს როგორ მოვაწყო. ინფანტილიზმი ყველაფერს შეეგავს ახლა. მე არც მამათი პიარ სტრატეგია არ მომწონს, გას ქვეყანაში არის ასეთი პოლიტიკური კრიზისი, მართლა ჭირდება ამას ხო რაღაც ფორმით განუხტვა და ამ დროს როდესაც იგივე პრემიერ-მინისტრის ერთადერთი შეთავაზება ერთადერთი არა, მაგრამ მათი პიარი ყოველ შემთხვევაში ამას აპიარებს. მხოლოდ რომ რაღაც შოთა არველაძეს იწვევს დებატებში, არ არის სერიოზული ჩემი აზრით და ეს არ არის კრიზისის განმუხტვის გზა ამ შემთხვევაში. და ეს აჩვენებს უბრალოდ რომ მხოლოდ აი რაღაც კარიკატურული პოლიტიკური პროცესია ქვეყანაში და ეგ პრობლემა არის. ბატონ თემურ, თქვენთან მექნება ასეთი შეკითხვა ხელისუფლებას მიუხედავად იმისა, რა მესიჯ ბოქსი ექნება ასე ვთქვათ, სამთავრობო მედიას საგარეო ლეგიტიმაციის პრობლემა მაინც უდგას გარკვეულ წილად. თქვენი აზრით, რამდენად დიდია ეს პრობლემა, რამდენად შეიძლება ეს გახდეს ხელისუფლებისთვის რეალური პრობლემა, აი დასავლეთის მხრიდან იზოლაცია, ყველაზე ალბათ უარესი სცენარი. მეორეა, რა თქმა უნდა, ამისი ეკონომიკური ეფექტები, რაზეც აუცილებლად ამის შემდეგ უკვე ამაზე გვექნება საუბარი, მაგრამ თვითონ პოლიტიკურად ეს რამდენად არის თქვენი აზრით პრობლემა ხელისუფლებისთვის და აქვს თუ არა მას რაიმე ალტერნატივა გარდა იმისა, რომ კვლავ დასავლეთთან შეიცადოს ურთიერთობების დალაგებას. ეს პრობლემა არსებობს, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკური ხაზი დასავლეთისა, რომლებსაც სურთ ხელისუფლების შეცვლა აქ. რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ჩვენ მას არ ვცნობთ და მეორეს მხრივ ლეგიტიმურია და უშუალოდ მათი ეს პროამერიკული, პროდასავლური პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ეს არ შეიცვლება. და დღეს კობახიძემ მე მოусმინე ერთ-ერთი პასუხი იყო ერთ-ერთ შეკითხვაზე ასეთი, რომ მთავარი ლეგიტიმაცია ეს არის ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ მოგცაო ქართველმა ხალხმა ადგილზე აქ. მართლაც ასეა. აი ამ წამს მატყობინებს პროდიუსერი და უბრალოდ ამ თემაზეა და უნდა ჩაგეჭრათ მაპატიეს არ გიყვართ. უბრალოდ ამ ეხლა დასრულდა პრემიერის ბრიფინგი და მან საზოგადოებას აუწყარო ეუთოს საბოლოო დასკვნა დაიდო, რომელიც აღიარებს არჩევნების ლეგიტიმაციას. ნუ გასაკვირია, ნამდვილად. კი ბატონო. საგარეო ლეგიტიმაციის პრობლემა მოიხსნა ამის თქვენ. არა, არ მოიხსნა, არ მოიხსნა. ევროპის მთავარი ქვეყნები ჩვენ აგვირდები და ვხედავთ, რომ ძალიან ყარად დგანან თავიანთ პოზიციაზე, რომ ეს არის არაკადემიური ხელისუფლება და ეს რომ შეიცვალოს უნდა. ესენი არ თმობენ პოზიციას. მე მგონია, რომ მაინც ეს 2-3 თვე ყოველ შემთხვევაში ეს ასე გაგრძელდება. და გაგრძელდება მომავალ არჩევნებამდეც.
ამ შეიძლება 4 წელი ადგილობრივ არჩევნებამდე. ადგილობრივამდე კი ბატონო. და ამ მდგომარეობაში ამყოფებენ ჩვენს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა მაინც არ აქვს. ის რაც ბატონმა გოჩამ თქვა მთავარი, ჩვენ უნდა ვნახოთ ჩვენი ეკონომიკური პერსპექტივები უნდა ვნახოთ. ამის ანალიზი უნდა გავაკეთოთ. ახლა ბატონი გოჩა ძალიან ფრთხილად საუბრობდა მასთან დაკავშირებით და მან თქვა საერთო ჯამში ასეთი დასკვნა შეიძლება მაყურებელმა გამოიტანოს, მე ეს გამოვიტანე ადვილად და ეგრე დამეთანხმება. მე მგონი რომ ევროინტეგრაციის პირობებში აი 10 წლიანი ყოვლის მომცვლელი ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ დავდეთ ევროკავშირში, ამან ჩვენ არაფერი არ მოგცა და არც მოგცემს. იმიტომ რომ შეგრძევადობა ჩვენს ეკონომიკას ევროპაში არ გააჩნია. ეს რო შეგრძევადი იყოს, ამისთვის საჭიროა მაღალ ტექნოლოგიური დარგები, თუნდაც სოფლის მეურნეობა რო ავიღოთ, იქაც უკვე მაღალ ტექნოლოგიურია ის. სოფლის მეურნეობა ის სოფლის მეურნეობა არ არის, რომელიც არც თოხი და ბარი და არც მექანიზირებულია, არც ტრაქტორია მათ შორის. ეს უკვე ავტომატიზირებული, მაღალ ტექნოლოგიური დარგია და სოფლის მეურნეობა შეიძლება არც კი ერქვას მას. და სხვა სახელიც კი დავარქვათ, მას ალბათ ქვია კიდევაც არ ვიცი. ხმარობენ ჭკვიანი სოფლის მეურნეობა მოდაშია ყველა ერქმის ეს. ასე რომ ეს არის ისეთი პერსპექტივა, რომელიც უახლოვდება მისი ალბათობა ნულს უახლოვდება. აქედან გამომდინარე, თქვა ბატონმა გოჩამ, რასაც მე დამოუკიდებლად ვამბობ ყოველთვის, რომ ჩვენ უნდა შევისწავლოთ ჩვენი რესურსები. თუ რა რესურსები აქვს ქვეყანას? ბუნებრივი იქნება მიწის ქვემოთ, მიწის ზემოთ ტექნოლოგიური რესურსები, შრომითი რესურსები და უნდა შევისწავლოთ რა პროდუქციის შექმნა შეუძლია აი ამ რესურსებს და სად შეიძლება ამ პროდუქციის რეალიზება. ნუ შიდა ბაზარი და საგარეო ბაზარი და მე მგონია რომ მაინც ჩვენი შესაძლებლობები მაინც ჩვენ უნდა ვეძებოთ აღმოსავლეთში პოსტსაბჭოთა სივრცეში და იმ გაერთიანებებში. მაღალ ტექნოლოგიური წარმოება. როგორ არ გჭირდება მაღალ ტექნოლოგიური, ნეტა მაღალ ტექნოლოგიური წარმოება ისეთი გქონდეს, რომ მაღალ შექცევადობა გქონდეს ევროპის ბაზარზე. მაშინ კრიზისიც არ იქნებოდა. არ იქნებოდა ეს კრიზისი. მაგრამ აქამდე არ მიგიშვებენ. იმიტომ რომ ნეოლიბერალური კაპიტალიზმის აი ამ სისტემის თავარი დამახასიათებელი ნიშანი ეს არის რომ იქ არის სეგრეგაცია. ბატონო, არის ქვეყნების მცირე ჯგუფი, რომლებიც სათავეში არიან პირამიდის, მერე არის ცოტა უფრო დიდი ჯგუფი, რომლებიც ასევე მომგებიან მდგომარეობაში არიან, სადღაცა შუას ზემოთ, არის შუაში, არის ბოლოში. აი რაც თქვა, კალათის სადღაცა იქავარ. ჩვენი ადგილი იქ არ არის, სადაც მაღალ ტექნოლოგიური წარმოებების ქვეყნებია. ჩვენ მიჩენილი გვაქვს ადგილი. ხო, მაგრამ როდესმე უნდა გავხდეთ ესეთი წესი. უნდა გავხდეთ, აი ზუსტად მაგაშია საქმე, როგორ უნდა გავხდეთ, ამაზე უნდა ვისაუბროთ და აქ პოლიტიკის ელემენტიც აქ შემოდის, გინდა არ გინდა, აქ შემოდის პოლიტიკის ელემენტი. და ჩვენს აგე დამიდასტუროს ბატონო გოჩი. ჩვენ საერთოდ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა? ერთწლიანიც კი არა გვაქვს. აი ბიუჯეტი ავიღოთ, სახელმწიფო ბიუჯეტი. ხომ? რომელიც როდის დამტკიცდა ხოლმე? ერთწლიანი იქ ჩვენ მე ვერ ხედავ მაგალითად ეკონომიკური განვითარების თუნდაც აი რაღაცა ერთწლიან რაღაცა ამასაც ვერ ხედავ. არაფერ ხუთწლიან კარგი ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ერქვა და ქვია დღეს ნუ აი ამ პერიოდის განმავლობაში მინისტრი, რომელიც უბრალოდ კაიფაში ყიდიდა სახელმწიფო კონებას, პრივატიზაციის პროექტებს უაკეთებდა. კარგად ეგ არის აი მინისტრი. და იტყვი პროექტს აშენდება ანაკლია, აშენდება რაღაც. ხო, აი ცალკეული რაღაცა პროექტები შეიძლება მსხვილი პროექტი იყოს, თუმცა ანაკლისისა არა, მსხვილი პროექტია, მაგრამ ეს არ არის სისტემური მიდგომა. აი აშენდა დაუშვათ ის ანაკლისის პორტი, ის ვის მოემსახურება? მოემსახურება სხვა ქვეყნებს. ჩინეთს დაუშვათ და სხვა ქვეყნებს. ჩვენ ის მოგემსახურება, ასე ვთქვათ, იმ შესაძლებლობით, რა შესაძლებლობით ჩვენ გვაქვს. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები რა არის? ნოლია თითქმის, ხო? და არის კიდევ ერთი გეგმა, მაგალითად, იმაზე რაზეც საუბრობ ჩვენი მთავრობა და კობახიძე. 2030 წლისთვის, 28 წლისთვის ჩვენ შევასრულებთ 90% იმისა,
რაც ესე იგი აი ამ გეგმის პარკლებში რაც უნდა შევასრულოთ, რაზეც ბატონმა გოჩა ვაგერი საუბრა, რას დებენ იმაში. იმ გეგმის პარკლებში თუ რამე ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები არსებობს, აი ვინმე მითხრას რომ არსებობს და მე ორივე ხევილი ამიწევია. ერთადერთი გეგმა ქვეყნის განვითარების არის ის გეგმა, რომლითაც ჩვენ თითქოს უნდა შევიდეთ ევროკავშირის შემადგენლობაში. არ არსებობს გეგმა. კი ბატონო, აი ამაზე მე საერთოდ ძალკე კითხვა მაქვს და აი უფრო გადაცემის ბოლოსკენ შეგეკითხებით, საერთოდ რატომ დუმს ამ თემაზე ხელისუფლება, რომელიც გვეუბნება, რომ რაღაცა ჯადოსნური რეცეპტი აქვს, რომ 2030 წელს გაუწევთო კონკურენციას ევროკავშირის ეკონომიკით. მე ბატონ გოჩას დავეთანხმები, რომ თავარი პრობლემა დღევანდელი ხელისუფლებისა არის არა ის, რომ ოპოზიცია ცუდია და მათ უმკლავდება, ეფექტურად უმკლავდებიან ნამდვილად რა. იმ მონაცემებიდან გამომდინარე მართლა გასაკვირია როგორ მოახერხა ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ქართული ხალხის დამსახურებაც არის სტაბილურობის შენარჩუნება შეგნებულობის მაღალი დონე გამოავლინა ქართულმა ხალხმა გვაქვს იმუნიტეტი ის სიმწარე გვაქვს ის 30 წლიანი სიმწარე მათ შორის 80-იანი წლების მეორე ნახევარში რაც ხდებოდა იქიდან დღემდე და ალბათ ამის გამო და თავარი ნაკლი ის არის რომ მათ დადებითი ის არა აქვს აი დადებითი ის რა უნდა გაკეთდეს ის რაც არ უნდა გაკეთდეს ხო ის რომ ისინი ცუდია და ასე არ უნდა ვიაროთ ეს კი ბატონო მაგრამ რა უნდა ვაკეთოთ და როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ეს არ არის უფრო მეტიც ისინი არ აღიარებენ რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური პრობლემები ეკონომიკური კრიზისი და გამომდინარე აქედან სოციალური კრიზისი ამას არ აღიარებენ და ის 10%-იანი ზრდა თუ რა არის, რისგან შედგება ეს? ესეც ცალკე განხილვის საკითხია, თუ მას განვიხილავთ, მის ანალიზს გავაკეთებთ. ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი პირობით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც გარე ფაქტორებისგან გამომდინარე ეკონომიკური ეფექტია. ჩვენ მე ვერ ვხედავ იქ რაიმე ეკონომიკური პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა ატარებს, რომელიც მიმართულია უშუალოდ რეალური ეკონომიკის განვითარებისგან. ასე შემთხვევაში კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს, რომ ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო და იმიტომ არის, რომ აი ლარის კურსთან დაკავშირებით, რაც ბატონმა გოჩამ თქვა, რომ ეს ძალიან ის არის, ლარის კურსი არის ძალიან სუსტი შესანარჩუნებელი, მის სტაბილური. რატომ? იმიტომ რომ არ იქნება შიგნით არაფერი, პროდუქცია არ იქნება. იმპორტ-ექსპორტის ბალანსში გვაქვს ძალიან უარყოფითი სალდო. თუნდაც სურსათში ხო ჩვენ სადღაც 70-დან 80%-მდე გვაქვს იმპორტი, ამას გვჭირდება ვალუტა, ფული, იმის მაგერად რომ აქ გქონდეს ესე ვთქვათ წარმოება და საერთოდ სასურსათო უსაფრთხოებაში მიღებულია რომ 80% შეიძლება რომ ვთქვათ, შეიძლება კი არა შენ უნდა აწარმოო და 20% შეიძლება იყოს იმპორტი. ეს არის ნორმალური ესე ვთქვათ ფორმა. აი თვითონ ამ სასურსათო უსაფრთხოების ნაწილშიც ხო რაღაც კონფერენცია მოვაწყეთ, რაღაც 1000 სტატია გაჩნდა, ძალიან ვაქტიურობდი რომ იქნება ამ პროცესს რაღაცა სხვანაირად შეხედონ აი ამ ომის და პანდემიის შემდეგ და ამ გამოწვევების შემდეგ, მაგრამ ისე ინერციით მიდის ეს ყველაფერი და ნახეთ როგორი მომენტია, აი ამას თავისი ისტორიული ეტაპები აქვს, ხო, იყო რაღაცა ესეთ ავტარქიული პერიოდი, როდესაც ყველა რაღაც თავს ინახავდა და თავის მე იყო რაღაც კოლონიური რეჟიმის პერიოდი, რომელიც დიდი ქვეყანა მეორეს ართმევდა და იქ იაფი იყო და მოქონდა და ამით მარაგდებოდა, ხო? აი სადღაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მეტნაკლებად ეს პროცესი, ასე ვთქვათ, დალაგდა და ხელშეკრულებებით, ვალდებულებებით ესე გაიწერა და მეტნაკლებად მართვადი გახდა. შემდეგ უკვე ამ ასე ვთქვათ, თანამედროვე მე-20 საუკუნის ბოლოს და დასაწყისში 21-ში ხო გამოჩნდა რომ აი უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა იქ არის რაღაც ნუტრიციული მომენტები, რომელია სამარგებელი, რომელია ბიოპროდუქტი და ასე ამაზეც კი წავიდა რაღაც ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს და ეხლა როცა გაწყდა კავშირები, ჩაიკეტა ქვეყნები, ვიღაცას არაძლევს, ვიღაცის წინააღმდეგ იყენებს ამ პროდუქტს როგორც ეხლა სხვა გარემოში ვცხოვრობთ, ხო და ამ სიტუაციაში და ის გარემო 1-4-5 წელია გრძელდება, ბიჭო, ვიძახი დავიწყოთ ეს სიტუაცია, დავიწყოთ, შევქნათ, რატო ხართ დამოკიდებული ხორბალზე რუსეთის ესე თქვა, აბა აქ იაფი ხორბალი არსად არ არის. არც იქნება. და არც იქნება, ფიზიკურად არის. ხო, ჩვენ სამხრეთი ქვეყნები
მათ შორის ჩინეთი დიდი მწარმოებელია, მაგრამ მაინც ჭირდება იმპორტი. ისინი ბევრიც არის. ხო, ძალიან ბევრი არიან. ხო, იგივე თურქეთს, ირანს იმპორტი ჭირდება. ჩვენ არ გვაქვს ჩვენ ტერიტორიაზე იმისი რესურსი, რომ აი ხორბალი ვაწარმოოთ, აი თუნდაც ის 80%-იანი ნიშნული რომ დავიკავოთ. ნუ ხორბალზე ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს სადღაც 12-15%-იანი თვითუზრუნველყოფა. ეს შეიძლება ავიდეს სადღაც 50-60%-იანი. აი ეს მაინტერესებს მაქსიმალური აი. შეიძლება ავიდეს, ოღონდ ამას ჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა და რას გულისხმობ ამ სერიოზულ მუშაობაში? აქ მე მგონი მაქვს ერთხელ გაჟღერებული ეს თემა და ახლა მოიტანა სიტყვა გავახსენებ მაყურებელს, რომ დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ, როდესაც ჩვენ მოგვიწია, ასე ვთქვათ, ფქვილის შემოტანა, ხორბლის შეჩერება, წისქვილები გაჩერდა და მძიმე სიტუაცია იყო, ესეც იმის ბრალია, უყურადღებობის ბრალია, ჩვენ არ ვიმუშავეთ ჩვენს მეზობლებთან იმაზე, რომ ჩვენ კვოტა დაგვეჭირა, რაც გვჭირდებოდა, არ გვჭირდებოდა რეექსპორტი, კვოტა დაგვეჭირა ჩვენი და არ დაგვიდებდნენ ზედმეტ გადასახადს, ეს ბედაბატონ თემურს შესწავლილი გვაქვს ეგ სიტუაცია და ესე არის პირდაპირ ნაპასუხები, რომ არავის ეს არ აინტერესებდა და როდესაც ჩვენ გადავედით ქვილზე, ნუ მაშინ ატყდა ერთი ამბავი და მაშინ ჩვენმა ასე ვთქვათ სტრატეგიულმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ჩამოდით კაცო ამერიკაში და გასწავლით როგორ უნდა მიიღოთ ხორბალი. მე ერთ ტელევიზიაში ალტინფოში შეიძლება ჩვენც ვიყავით ახლობით წელიწად, მაგრამ მე მგონი მარიკა იყო. მოკლედ იმ ტელევიზიაში გავარჩიეთ ჩვენ ისთვის მიდიოდა აქედან ხალხი რა უნდა ესწავლათ ამისთანა და ზუსტად რო გავიდა ერთი წელი და ეს ანგარიში არ გააკეთეს და უთხრეს რომ კაი თესლი მოძებნეთ, მორწყეთ, ან რაღაცა კიდევ დამუშავებაზე იფიქრეთ. ხოდა მეკითხებიან ახლა რომ ნუ ეს აქაც ხო იცოდნენ და რისთვის წავიდნენ და რისთვის დაიკარგა ეს ერთი წელი, ხო? ანუ ახლა რაღაცა თქვენო რამე გონი ვარ და თქვენ რამე მოლოდინი ქონდა თუ და მე ვთქვა მე რო წავიყვანე მეთქი იქ ამ შემთხვევაში მე ვიფიქრებდი რა შეიძლება აქ შეიცვალოს, ხო? ის რაც მე გითხარი ახლა 50-60%-იანი ეს შესაძლებელია როგორ იცი? უკეთესი მოსავალი მივიღოთ, თქვათ, უკეთესი მართლა თესლი კონდეს და კახეთში იმის თესლბრუნვა მივაჩვიოთ ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სადაც მოდის და მაღალი მოსავლიანობით აი ეს თესლბრუნვის ჩართვა ამ პროცესში წახალისება შესაძლებელია. ოღონდ კახეთში რომ ჩამეძია, ასე თქვა ჟურნალისტი, უთხარი რომ რუსეთში პრობლემა იყო ხორბალი. ყოველთვის პრობლემა იყო, ხო? მეფის რუსეთის ხა შიმშილები და ის იყო. გრანდიოზული რეფორმა ჩაატარა 30-იან წლებში მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, რა თქმა უნდა, სტალინის ხელმძღვანელობამ. რა იყო, იცი რა ცვლილება? მიკროკლიმატები შეცვალეს. ქარსაფარი ზოლები, წყალსაცავები, ამ ის რა ქვია, ნიადაგის მოვლის სხვადასხვა ფორმა და საშუალება მთლიანობაში აქ, როდესაც წინვა, ქარები, ეროზიები, ეს მოქმედ, ეს იყო შესწავლილი 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული მეცნიერი და ეს მიკროკლიმატი შეცვალეს და მე გავაკეთებდი ამ პროგრამას, ჩავთავდი იმ მეცნიერებს, ვინც ნიადაგმცოდნეები არიან, კლიმატი იციან, ამ სატყეო მეურნეობით ქარსაფარი იქ შეიძლება 2 ზოლიანი იყოს, 3-4 ზოლიანი, როგორ რანაირად დადგეს და ასე შემდეგ და აქ შეიძლება ისე შეიცვალოს და გამოსწორდეს, ასე ვთქვათ, მიკროკლიმატი, მიწა ძალიან მაგარია იქ, ხო? რომ ჩვენ საშუალოდ იმ 2.5 ტონის მაგივრად უცბად გაგვიორმაგდეს და გახდეს ესე ნელ-ნელა გაორმაგდა იქ. 20, 30, 40 და ესე რო დაიწყო ასვლა, ხო, გამოვიდნენ მდგომარეობიდან. ეს ეხება ძირითადად იმის არა მხოლოდ ყამირმიწებს იქ შავმიწა ნიადაგებში, სადაც იყო ეს საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჩატარდა ეს ყველა. ხო, ზონები იყო არჩეული, სპეციალური და საოცარი პროექტი. საწყეები გაშენდა სადღაც, წყალსაცავი შემოვიდა, ქარსაფარი ზოლი, ნუ საოცარი რაღაცები გაკეთდა. ეს არის ახლა იქ 10-12 სასწაულს რო ამბობენ, ეს ერთ-ერთი სასწაულია, რომელიც სოფლიო მასშტაბით არ იყო ესეთი. ხო, პატარა ქვეყანა ვართ, ერთ ზონაში შეიძლებოდა ამის მოთხოვნა, ხო? იგივე კახეთში. და არც წყალი გვაკლია იქ მოსაყვანია იქამდე, ხო? და არც ის პრობლემა გვაქვს, რომ ის ქარსაფარი ზოლები გაკეთდეს და გარკვეულწილად ის მიკროკლიმატი გაუმჯობესდეს. და თუ მიდიხარ იქ, შენც უნდა გქონდეს შენი პოზიცია და ისიც მზად უნდა იყოს, ამას ფული უნდა. თუ პარტნიორი ხარ და მეხმარები და მეუნები რომ დაანებე რა იმ ბაზარს თავი რა, ნუ ხარ მიბმული იმაზე.
კი ბატონო. შემომთავაზე ალტერნატივა. დავანებებ შემომთავაზე, მე გაგიკეთებ გეგმას, მე ვიძახდი, ამათ რა წაიღეს მეთქი და არაფერი არ წაიღესო, იმათ იციანო. ისინი რეკავდნენ აქ და კითხულობდნენ რაღაცეებს, რომ აბა რამდენია, აბა როგორ არის, ვიღაცებს ეკითხებოდნენ კიდე მათ ჯგუფებს. უნდა. წადი მომზადებული, თუ იქნება ეს მე რომ მეწოდინება რომ პირობითად თქვა 200 მილიონი ან რაღაცა შესაძლებელი ამაზე დაიხარჯოს, ხო, აი მე და ბატონი თემური დავждებით, მოვიყვანთ აქ სპეციალისტებს, ნიადაგმცოდნეებს, სათხეო სპეციალისტებს, სხვებს და დაიდება ეს პროექტი, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს ამ სიტუაციას. მე რატო გამახსენდა, იცი რომ ყველა პროცესში საჭიროა მოქმედება. ჩვენ რატომღაც გონია რომ არასამთავრობოები გააკეთებენ, ან დროს არ აკეთებენ, ჩვენ რატომღაც გონია რომ რაღაცა სისტემა თვითონ დაალაგდება და ეს არის მოშლილი, მონგრეული, ჩამონგრეული სისტემა. ეს თვითონ უნდა აეწყოს. ჩვენ თუ საუბრობთ რომ აი რეგიონებში რა გვაქვს შესაძლებელი რა ჩვენ საერთოდ მუნიციპალიტეტები ისე გამოვან თავისუფლად ბევრი ფუნქციისგან, რომ მოიკითხავ ინფორმაცია, არავინ არაფერი არ იცის. დაახლოებით 30 წლის წინ ვიყავი ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელი ბოლნისის, ხო? და თუ კი რამე არსებობდა, თუ კი სადმე რამე კენჭი იყო, წიაღი იყო, წყალი იყო, მელიორაციის სისტემა იყო, თუ რაღაცა დღესაც ზეპირად მახსოვს თუ ყველაფერი, სად რა როგორ რანაირად უნდა განვითარებულიყო, ემუშავა, გაკონტროლებულიყო და მაშინ გლობალურად ფულის პრობლემა იყო, მაგრამ რაღაცეებს ვახერხებდით და ახსოვთ ახლა ყველას ვთქვათ საქმიანობას და მუშაობას, ხო? არ შეიძლება დღეს ჩვენ ეს დონე თან თვითმმართველობის არჩევნებია ესე უსუსურ მდგომარეობაში გყავდეს. არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. თქვენ ამბობთ რომ ძალიან დიდია NGO სექტორზე, ხო? ამ ხრივ დამოკიდებულება პრაქტიკულად ფუნქციების ძირითადი ნაწილი გადანდობილი აქვთ რაღაც ფონდებისთვის, რომ რის გამოც აი თქვენი თქმის არ იყოს რომელიღაცა კონკრეტული მოხელი იღებს ხელფას, ხო? აი ამ საქმეს ასრულებს რეალურად რომელიღაცა NGO ფონდით. რამდენად დიდია ეს დამოკიდებულება და ამ ხრივ თუ შეიძლება შეიქმნას პრობლემა, თუ კი მართლაც აი დასავლეთი ჩაიხსნება საქართველოს დაახლოებით თენგო რას გავს იცი ეს აი გაკვეთილი რომ უნდა ისწავლო ან რაღაცა გასაკეთებელი ამოცანები გამოსაყვანი და ვიღაცას რომ მას რა ქვია შპარგალკით მოვარა რო იცი რომ მეორე შენ კლასეს შპარგალკა აქვს და მოგცემს და აღარაფერი აღარ გაინტერესებს გადაწერი ამ შპარგალკით და დამთავრდა ეს უყურება. აი დაახლოებით ესეთ რაღაცას გავს ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ რომ იმის მაგივრად რომ ნებისმიერი მუნიციპალიტეტში შეკრა ჯგუფი და ამუშაო თქვათ მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და პრინციპი რა არის თქვა აი რაღაც რეგიონული ეკონომიკის პრინციპი მიკროზონული ანალიზი შენთან ყველაფრის ანალიზი საგადასახადო სტატისტიკური სიტუაციური კონტექსტუალური მე დათვალო შესაძლებლობები რესურსული შესაძლებლობები ადამიანური წიაღი ისის და შემდეგ იმუშაო კონკრეტულ მოდელირებულ პროგრამაზე როგორ შეიძლება ამ სტატისტიკით ამ შესაძლებლობებით ამ რესურსით ამ ადამიანებით ამის განხორციელება, რა თქმა უნდა, შესაბამისი წყაროებით, ეს საბიუჯეტო წყაროები იქნება, საინვესტიციო წყაროები თუ სესხი და ასე შემდეგ, ხო? ამ ფაზაში აქამდე არავინ არ მიდის. ესენი ელოდებიან, რომ იმათ გააკეთონ, თქვენ რომ ნახავთ იმათ ანგარიშებს, ხო? ის ანგარიშები არაფრის მომცემი არ არის. მოგცემენ ამ იმას და იქ წერია. ესე ზეპირად ეს. ამ დროს ამ პროცესს ჭირდება რაც წეღან თქვი, ხო? ამ ინფორმაციას ჭირდება უკვე მოდელი მეთოდოლოგია როგორ ვაგროვებ ამ ინფორმაციას რეალური სურათიდან გამომდინარე ხო რა პრინციპით ვაგროვებ აი მაგალითად თქვა მე მაქვს გაკეთებული კოგნიტური რუკის პრინციპი სადაც ხდება ამის დაფიქსირება აღქმა გააზრება გადმოტანა ამ რამოდენიმე საფეხურად დაშლა ამ ინფორმაციის რომ შენ სწორედ შეფასება და ანალიზი გააკეთო ხო შენ გჭირდება ვიძახით ახლა ჩვენ რომ აი რაღაცა სად რა ვაწარმოოთ ხო კონკურენტული უპირატესობის სისტემა, რომელიც შედგება მრავალი თავის გარდა. რა არის საუცილებელი, რომ მე აქ პროდუქტი, პირობითად ტრადიციული პროდუქტი, სადღაც რომელიღაც ხილია, რომელიღაც ბოსტნეული, ეს გავხადო კონკურენტული უპირატესობის მქონე. უბრალოდ ჯერ გავაანალიზებ, თუ დავწმუნდები, რა თქმა უნდა, აქ ბაზარზე ვსაუბრობთ. ჩვენ წეღა ბაზარზე. ხო, რო ვილაპარაკეთ, ახლა ბაზარი ყოველთვის სად ვყიდი, რა პროდუქციას ვქნი. ხო, ნახეთ ჩვენ ვიძახით რომ კაი ევროკავშირთან მართლა რთულია, მართლა ძნელია, რთულია შეღწევა და ასე შემდეგ, სხვა ბაზრებზეც და რატოა რუსეთის ბაზარზე არავის შეიძლება ყველა ხვდება, მაგრამ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რატოა რუსეთის ბაზარი ჩვენთვის, ესე ვთქვათ, რუსეთისთვის საინტერესო და ჩვენთვისაც საინტერესო, ხო? ჩვენ აქ გვქნით ისეთ მიკროზონულ პროდუქტებს, რომელიც რუსეთში არ მოდის.
არ არის ფიზიკურად. ციტრუსი, თხილი, ღვინო და ღვინო მასალები და ესეთი სხვადასხვა თხილი, ჩაი, შეიძლება თამბაქოს რომელიღაცა განსაკუთრებული ჯიშები და ასე შემდეგ. ესე იგი ჩვენ ერთის ხრივ უნდა ჩვენ სასურსათო უზრუნველყოფაზე ვფიქრობდეთ, იმიტომ რომ ჩვენი ხორცი უნდა გქონდეს, ჩვენი თევზის პროდუქტები უნდა გქონდეს, ცხიმებზე, იმაზე ეს მნიშვნელოვანი ძირითადი თავები ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და გქონდეს, მაგრამ ამის პარალელურად ექსპორტზე მხოლოდ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც არის ჩვენთვის მიკროზონული პროდუქტები, რომელიც ქმნის აი იმ კონკურენტულ უპირატესობას ჩვენს მეზობლებთან. იგივე თქვა ციტრუსი რუსეთის ბაზარზე მოწონთ ჩვენი ციტრუსი თუ კარგი ხარისხის არის, ხო რატომ მოწონთ იცი რომ ამას აქვს ზომიერი სითბო, ზომიერი მჟავიანობაც, უფრო ქვემოთ მისი გემოვნური ის არ მოწონს იმას, იმიტომ რომ ამაზეა ვიჩვეული ქართული ჩაი დღესაც ენატრებათ, რატომ? იმიტომ რომ მთელი თაობები გაიზარდა იმ გემოზე, რომელიც ქართულ ჩაის აქვს თავისი განსაკუთრებული პლუსები ამ ჩაის, ხო? ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობ როგორ შევქნა, სად შევქნა, ვისთვის შევქნა, სად წავიღო, ეს არის ძალიან ბევრი კომპონენტის შეკვნა და შენ როცა არაფერს არ აკეთებ, არც ცენტრში და არც თვითმმართველობაში და ელოდები NGO სექტორს ამის ანალიზები დაიდოს, გეუბნები ვკითხულობ, ვეძებ ხოლმე სამთავრობო ანგარიშებს, აღარ დევს ეს სამთავრობო ანგარიშები, აღარც მუნიციპალიტეტებს აქვთ ახალი ესე თქვა ჩამოკიდებული რაღაცა პროგრამები და სტრატეგიები ან სამოქმედო გეგმები, სულ ხდება არასამთავრობო სექტორი, ძალიან ბევრია. იმაზე მეტია ვიდრე ჩვენ კიდე გონია გარედან. ბევრია ეს დაფინანსებაც, აი ეს შეფასებებიც, აი ეს ანალიზიც. მე უკვე მიეჩვენენ ესენი და უბრალოდ წერენ იმისთვის, რომ გარკვეული ანაზღაურება აიღონ, იმიტომ რომ ძირითადად 80-90% წყალია იქ, არაფრის მომცემი არ არის. ერთი და იგივე წრეზე გვატარებენ, ასე ვთქვათ, ამ სიტუაციაში. ამ დროს შენ უნდა გქონდეს განსაკუთრებული გამორჩეული ამოცანა და წეღან რაცა ვთქვი, ხო, აი მინდა რომ ეს ისმოდეს და ხელისუფლებამაც გაიგოს, რომ დღეს საზოგადოება ელოდება მათგან საქმიან პლატფორმას, საქმიან ხედვას, სიახლეს, აი ამ სიტუაციაში სწორედ გარკვევას, რომ მეტი დამაჯერებლობა გქონდეს. თუ აქ დამაჯერებლობა არ იქნება, მაშინ მე თუ ზივარ სახში და ესენი იძახიან, რომ ევროპა გადაგვარჩენს, მაშინ ვიტყვი, რომ კაცო, შენ თუ არაფერს არ აკეთებ და ვერ თავაზობ, ვერც ალტერნატივას, ვერც ევროპულს, ვერც ამერიკულს და ვერც რუსულს თუ თურქულს თუ მაშინ გამოდის, რომ ეს ხალხი რო იძახის, რომ იქ არის ჩვენი საშველი და შენ ვერ დამაჯერებ მე რომ შენ ხარ ჭკვიანი საქმეზე და რეფორმაზე მომართული, შენ ევროპასაც გამოიყენებ, რუსეთსაც, ჩინეთსაც, იმასაც და მაშინ მოყვები ამ იმაში. თუ არ მელაპარაკები და თუ ეს ცოდნა არ მოდის და თუ ეს მოქმედება არ მოდის, მაშინ პოზიციას გასაგებია, ხო? მაშინ ის ნაწილი იქით წავა, შეიძლება მე და თემური არ წავიდეთ იქით, მაგრამ საბოლოო ჯამში ალტერნატიული პლატფორმა აუცილებლად შესაქმნელი იქნება. თუ მოახერხებს ხელისუფლება და შექმნის და სწორედ გადატვირთვას ამ პროცესს ძალიან კარგია, თუ ვერ შექმნის ეს აუცილებლად შევა კრიზისში და ამ ბოლო დროს ხშირად საუბრობთ ხოლმე მეგობრები, რომ აუცილებელია უფრო აქტიური საუბარი, აუცილებელია უფრო ღია საუბარი, იმიტომ რომ თენ სოფლიოში ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მახსოვს ერთხელ რუსეთის პრეზიდენტს ასწავლიდა თქვას ერთ-ერთი აკადემიკოსი დასავლეთშიც, რა ვიცი, ყველა ქვეყანაში იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ცოტა მეტი გამოცდილება, ცოტა მეტი ცოდნა, კლასიკური ცოდნა, თეორიაში ღრმად არიან, რაღაცა პრაქტიკული ხედვა აქვს და ხსნიან ამას, რომ ეს გაჭედილია, ეს შესაძლელია, ეს დამახინჯებულია, თუ შენ ამას არ უსმენ, თუ შენ ეს არ გაინტერესებს, არ იხილავ, ან არ ეძახი ამ ხალხს, რომ მოდით ერთად გავაანალიზოთ და სწორ გზაზე დავდგეთ, ხო? მაშინ ესე დაკარგავა ამომრჩეველსაც, ხარდაჭერსაც და გამოდის, რომ აი რაღაცა კადრების გამო თუ ამ მიდგომის გამო შეიძლება ხელისუფლება დაკარგო. კი ბატონო. ბატონ თემურ. აი საუბრობდით იმაზე, რომ ხელისუფლება ძალიან თამამი არის თავის განცხადებებში დასავლეთთან მიმართებაში. და ისინი ამბობენ, რომ მათ აქვთ რაღაც გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს უნდა გახდეს კონკურენტული ბევრი ევროპული ქვეყნის ეკონომიკით. ეკონომიკურად ამისთვის მზად ვიქნებითო და თან ამ ყველაფერში არ დაგვჭირდებაო
დასავლური დაფინანსება, დასავლური რესურსები, ჩვენი რესურსებით ამას შევძლებთო და აი ცნობილ ბრიფინგზე მაგალითად ბატონმა ირაკლი კობახიძემ ასევე გამოაცხადა, რომ აჩერებს სამთავრობო გრანტებს, რასაც იღებდნენ დასავლეთიდან. არ დაგჭირდება ეგ ფული ისე ვიზავთო. მე შეკითხვა მექნება ასეთი, რამდენად სწორია შეიძლება ეს გეგმა მართლაც არსებობს, ან შეიძლება მართლაც არ არსებობს, მაგრამ რამდენად სწორია ის, რომ მე და თქვენ ბატონ გოჩას ადამიანებს, რომლებიც მათ შორის ამარჩევნებზე ვენდეთ ხელისუფლებას, აი ამ ყველაფრის გამოცნობა გვიწევს. ამ ყველაფერზე რატომ არ შეიძლება რომ ეგ გეგმა იყოს საჯარო, გამოტანილი, აი აგვიხსნას, როგორ ვაპირებთ მაგას, თორე ჩვენც ეგ გვინდა, ჩვენც ეგ გაგვიხარდება, ჩვენც ამის იმედი გვაქვს, მაგრამ არ უნდა იყოს ხელისუფლება ანგარიშვალდებული ჩვენ წინაშე? ჩვენ წინაშე ანგარიშვალდებულია ხელისუფლება და რა თქმა უნდა, მანას ანგარიშვალდებულება უნდა იგრძნოს. სწორედ ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გჭირდება და მოსახლეობას გჭირდება სრულად ახალი მიდგომები და გჭირდება ქვეყნის განვითარების გეგმა. სისტემური გეგმა გაწერილი არა მხოლოდ დაუშვათ 1-2-3 წლის განმავლობაში, არამედ 5-10 და შეიძლება 30 წლის მანძილზეც. თავის დროზე რომ მოვიდნენ ოცნება ხო მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ გვახსოვს, რომ უკვე მაშინ იყო საუბარი 2030 წლამდე ესე იგი განვითარებაზე, თუმცა მე დღემდე ვერ ვნახე განვითარების გეგმა 30 წლამდე, ესე იგი ის რაც მაშინ გამოცხადდა, რომელიც დეკლარირებაც მოხდა. აგერ მოვიდა, რამდენი ხანში იქნება 30 წელი, 6 წელიწადში, ხო? 6 წელი არაფერი ისეთი არ არის. უცებ გაივლის ეს 6 წელი. მაგრამ ჩვენ რის წინაშე ვდგავართ? ზუსტად ამის წინაშე ვდგავართ, რომ ახლა თამამ განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეწყვიტა, თავრობამ შეწყვიტა ამ რესურსების შემოსვლა. იმ რესურსებისა, რომელიც ხმარდება ფაქტიურად პროდასავლურ პლატფორმას და ვითარების დესტაბილიზაცია საქართველოში და ამაში თამამია, რა თქმა უნდა, ხელისუფლება და კარგია, რომ ეს ასე გააკეთა. რადგან ხელისუფლება მიხვდა და ქართული ოცნება მიხვდა იმას, რომ ქართული ოცნება მათი მხრიდან განწირულია. იყვნენ კი აი ნამდვილად სხვანაირად ჩვენ ვერ დავინახავდით იმ ინფორმაციულ ომს, რომელიც გაჩაღებულია საქართველოს მთავრობასა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შეინარჩუნეს ხელისუფლება, კიდევ კარგი რომ შეინარჩუნეს ხელისუფლება, მაგრამ რასაც ბატონო გოჩა ამბობს, ჩვენ ისინი დადგებიან აუცილებლად კრიზისის წინაშე. აი ჩაწყნარდება ეს, ხომ? აი ეს სიტუაცია, ხო? აუცილებლად დადგება ქართული ოცნება ამ პრობლემის წინაშე, როგორ განვითარდეს ქვეყანა, როგორ მოხდეს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც არსებობს. ეს პრობლემები არსებობს. ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. სოციალურ ხასიათის. იმის მიხედავად უმუშევრობის პრობლემა, დასაქმების პრობლემა, ხელფასების მაღალი ხელფასის პრობლემა, სიღარიბის დაძლევის პრობლემა, დემოგრაფიული პრობლემები, სოფლის განვითარების პრობლემა, ქალაქების განვითარების პრობლემა, რაც გავს თბილისი, ბათუმი. და ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დადგება ქვეყნის წინაშე და ქართული ოცნება, რომელიც მართავს ფაქტიურად ერთი პარტია, ერთმართველია, ერთმართველობა ჩამოყალიბდა საქართველოში. ამაში მე ცუც არაბეს არ ხედავ პირადად. როცა ამბობენ, რომ ეგ მრავალპარტიული უნდა იყოს, სულაც არა აუცილებელი მრავალპარტიული იყოს პარლამენტი. თუ იმ პარტიას, რომელიც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, მიყავს ქვეყანას ორი მიმართულებით, იყოს ერთპარტიული. ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ცუდი ის არის, რომ შენ თუ არა გაქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური გეგმა, რომელიც რეალურ მონაცემებზეა დაგტომილი, როგორც ბატონმა გოჩამ ისაუბრა, არსებული რესურსებით, ჰაერიდან, თავროდან ჩამოღებული კი არა, ჰაერიდან მოყვანილი, არამედ შესწავლილი გაქვს შენ რესურსები და შესწავლილი გაქვს ამ რესურსების ეფექტური გამოყენების მიმართულებები, რომ მან შედეგი მიიღო, შედეგზე გახვიდე. აი ასეთი გეგმაა საჭირო. და ამ გეგმის არსებობა აუცილებელია და ამის წინაშე დადგება ქართული ოცნება
დაახლოებით აი მე ვფიქრობ, რომ ამ წლის მეორე ნახევარში ყველა ვარიანტი. ალბათ გაზაფხულიდან ან შეიძლება მეორე ნახევრიდან. მეორე ნახევარში უკვე არ ამგონია, რომ უკვე ეს პოლიტიკური ვითარება უკვე ჩასყნარებული იქნება და ყველა იქნება ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებული. ახალი დღის წესრიგი იარსებებს იმ დროისთვის პოლიტიკურ. არ ვიცი, ქართული ოცნებას რო ვუყურებ, ახალი ესე იგი დღის წესრიგი მე არ ვიცი იქნება თუ არა. ესენი როგორ გადარჩნენ გეტყვი ახლა. ეხლა გადარჩა რომ არ გვინდა ომი, არ გვინდა LGBT და არ გვინდა ესე იგი ტრადიციების წინააღმდეგ ომი, რომელსაც აპირებენ ისინი რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში საქართველოში ეს ვითარება არც იქნებოდა. ჩვენ არ ვილაპარაკებდით ეკონომიკური უშუალოდ პერსპექტივებზე და ასე შემდეგ. ქვეყანა დაიღუპებოდა და ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა. ხედავს საქართველოს მოსახლეობა რა ხსნა ისევ არის ამ ხელისუფლების შენარჩუნებაში. ამით გადარჩა ქართული ოცნება. ჯერჯერობით არ ჩანს მათი ალტერნატივა ეს. სხვა არ არის, აი ხო ხედავთ სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტრო რას აკეთებს? საერთოდ რითია დაკავებული ეკონომიკის სამინისტრო. აი ამ საქმეებით უნდა იყოს დაკავებული. არის ეკონომიკის ინსტიტუტი. სადაც ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ შემორჩა. ისიც ამით ეკონომიკის ინსტიტუტი ალბათ არის ნამდვილად ამით დაკავებული, იმ ენჯოებისგან განსხვავებით, უცხოური, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო რას აკეთებს? თურნავა, დაუშვათ მინისტრი რო იყო მაშინ, ახლა ეროვნული ბანკის მმართველია. სხვადასხვა ეროვნული ბანკის პოლიტიკაც არის გადასახედი. არ ვიცი ბანკებთან დაკავშირებით რა რეფორმები იქნება, თუ საბანკო სფერო ისე გადაეწყობა, რომ ის იმუშავებს რეალურ ეკონომიკაზე, მის დაკრედიტებაზე. მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფორმა იქნება შედეგიანი, შედეგზე ორიენტირებული. ერთ სიტყვით, ყველაფერი შესაძლებელია. ეკონომიკური რეფინანსირების განაკვეთის ჩამოწევაზე საუბრობთ. პროცენტებს დაუწევენ სავარაუდოდ და რეფინანსირების განაკვეთის ჩამოწევა არის ერთი პატარა ეპიზოდი იმ საფინანსო ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო პოლიტიკას, საბანკო პოლიტიკისა, რომელიც უნდა გადარდეს ქვეყანაში. ძირფესვე მონეტარული პოლიტიკა არის. ბანკებს უნდა კონდეთ ალბათ იმისი мотиваცია თუ არ ვიცი პოლიტიკა უნდა იყოს, რომ ხდებოდეს არა ფიზიკური პირების დაკრედიტება, საკრედიტო პორტფელი უნდა იყოს 80% მაინც ალბათ ბიზნესზე. მიმართული. იცით რა მაინტერესებს ბატონ გოჩა, აი როცა მიდის სანქციებზე საუბარი და სანქციების პოლიტიკაზე, ეს ჯერჯერობით არ გაცდენია რაღაც პერსონალურ სანქციებს, ვიღაცებს აუკრძალეს ამერიკაში ჩასვლა, ამან არ ამგონია მაინდამაინც დიდი ეს ერთ სიტყვით უფრო სიმბოლური, არ არის ეს მტკივნეული სანქციები ხელისუფლებისთვის, მაგრამ თუ კი რეალურად დადგა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული სანქციების დღის წესრიგში, რა დარგებს დაარტყავს ეს თქვენი აზრით ყველაზე მეტად, რეალურად რამდენია აი ამ დახმარებების მოცულობა აი პროცენტულად და რომელი დარგები იქნება ყველაზე მეტად დაზარალებული და თუ არსებობს ადგილზე ამ ყველაფრის კომპენსირების რესურსი? ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ დონორების, ასე ვთქვათ, თანხებს, თუ რაიმე სხვა ტიპის. კი ბატონო, დონორების თანხებს, იმ დახმარებებს, რაც მოიმართება დასავლეთიდან. ხო, ну, მოდი ჯერ თუ ჩვენ საუბრობთ რისგან შედგება ჩვენი ეკონომიკა, ხო, აქ თქვა ბატონ თემურმაც, რომ კარგად არის ანახავი, საიდან მივიღეთ ჩვენ ეს ზრდა და რა არის, ასე ვთქვათ, მისი აგებულება ეკონომიკის. როდესაც მანქანების რეექსპორტი სადაც 33-36%-ია მერყეობს, ასე ვთქვათ, ექსპორტში და ეს არის შენი ძირითადი პროდუქტი, ნომერ პირველია, ვთქვათ, გასაყიდი, უკვე ჩანს რას აწარმოებს შენ. მაგის გარდა ძალიან ხშირია ხოლმე საუბარი იმაზე, რომ აი რამ გადაარჩინა, საიდან შემოდის, როგორ შემოდის, რა თქმა უნდა, რუსეთიდან შემოდის ფული, რა თქმა უნდა, ევროპიდან შემოდის, ამერიკიდანაც შემოდის ფული, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები რიცხავენ. ის რომ როგორ დაარტყავს ახლა ამ სიტუაციაში, მანდ მე თუ მკითხავ ახლა რატო მოცულობაზე რაზე ვსაუბრობ, ახლა ნახეთ, ჩვენ ხო ძალიან დიდ ცეცხლებს ვიღებთ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სასესხო ვალდებულებები. ეს ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება, ხო? ეს საბოლოო ჯამში იმ ეკონომიკაში იდება, იმ მთლიან, ასე ვთქვათ, შესრულებაშია, იმ მოცულობაშია და ესეც ზრდის. აი ჩვენ თუ
მაგას დაგვიბლოკავენ, ამას წინათ იყო ესეთი კითხვა, რომ აი აზიის განვითარების ბანკი, ვიღაცამ არც იცის, რომ ეს აზიის განვითარების ბანკი კი ქვია იმას, იაპონია არის, მაგრამ ისიც დასავლურია. ეს დასავლური კაპიტალი და ეს მონეტარული პოლიტიკა, ეს ლიბერალების მიერ მოფიქრებული პოლიტიკა, რომელიც მიბმულია ამ ფულის ბეჭდვას და ფულის მასის შემოდინებას დასავლეთიდან, რისგან თავის დაღწევასაც ცდილობენ ახლა ეს ეგრეთ წოდებული ბრიქსის ქვეყნები, ხო? ეს არ არის ახლა თქვათ ის ფორმატი, რომ ჩვენ დავждეთ და ნელ-ნელა გავშალოთ და რა იქნება, როგორ იქნება, უბრალოდ გაწვდით აი ესეთ მოკლე ინფორმაციებით, რომ მთელი მსოფლიო გადაწყობა შეიძლება მოხდეს. შეიძლება კი არ მოხდეს, დაწყებულია ეს პროცესი და აღარავის აღარ უნდა თქვათ აი ამ მონეტარულ ფულის ტყვეობაში ყოფნა. ჩვენ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მე იმიტომ ვიძახი და ვამახვილებ ყურადღებას საკადრო პოლიტიკაზე, რომ თუ ჩვენ არ გვყავს იქ პროფესიონალები, გონიერი ადამიანები და წეგან თქვენ ახსენეთ ხო ეკონომიკის ინსტიტუტი მუშაობს, აკადემიები მუშაობენ, კი ბატონო მუშაობენ, მაგრამ როდესაც მათ არ აქვთ გამოკვეთილი დავალება, როდესაც ისინი ჩართულები არ არიან, როდესაც პასუხისგებლობაში არ არიან და რაღაც პენსიასავით აქვთ დანიშნული, დამერწმუნეთ ხალხო, მე ამ სფეროში ტრიალებ აქავარ და აქ ხდება ინფორმაციის და ცოდნის ჩამორჩენაც, დაძველებაც, ინიციატივის დაკარგვაც, აი გაწყვეტილია ეს სიტუაცია და რაც დრო გადის, კარგავთ ამ ადამიანებს. კარგავთ ისეთ ადამიანებს, რომელსაც შეუძლია ესე თანმიმდევრულად. ჩვეულებრივი ამბავია, ხო, ნებისმიერ საქმეს სჭირდება ყოველდღიურობა, თანმიმდევრულობა. მე თუ ერთი თვე ვიგზენი, რომ არაფერში არ ვჭირდები, მე ამას 6 თვე მიემატა ერთი წლის თავზე არავის არ გავახსენდი. მეცნიერი ვარ, აკადემიკოსი ვარ, თუ პროფესორი ვარ. რა მნიშვნელობა აქვს? მე თუ არ ვჭირდები, მეც ფორმალური ვხდები. იმ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვინც თქვათ ამ შემთხვევაში იბრძვის, რომ ინიციატივებია და ეძახის, რომ თან ძალიან ბევრ ადამიანს კი შეიძლება აქვს კლასიკური ცოდნა, მაგრამ ზოგს საერთოდ არ უმუშავია და პრაქტიკულში რო ვერ ხედავს და ამ თეორიულ ნაწილში ხედავს, რომ ეს აღარავის აღარ აინტერესებს, ხო ის გადადის მეორე, მესამე, მეხუთე პოზიციაზე იკარგება, როგორც ასე თქვათ, მეცნიერი და მკვლევარი. ამიტომ ვიძახი, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ რომ ამაზე ვიფიქროთ, ამაზე გამოიკვეთოს ისეთი ადამიანები, ისეთი ჯგუფები, ვისაც შეუძლია ამის გაანალიზება, შეცვლა, თუ ჩვენ ესე არ ვიარეთ და თუ ჩვენ ესე არ ვიფიქრეთ, ხო? უბრალოდ იქიდან ჩაგვიკეტავენ ერთს და ეს საინვესტიციო ფული გაქრება ამ ინფრასტრუქტურისთვისაც, გაქრება ჩვეულებრივი ესე თქვა ბიზნესისთვისაც. ფული იქიდან მოდის. ალტერნატივაზე ვერ ფიქრობთ, ხმამაღლა არ ფიქრობთ, ვიღაცას წხვენია ამის ლაპარაკი, ვიღაცა არ იცის, ვიღაცა პროფესიონალს ახლოს არ აკარებენ. აი ეს პროცესი უნდა გადავიდეს მდგომარეობაში. მარტო იმას არ ვიძახი მე, რომ აი რაღაც სუსტი კადრია და უკეთესი არა, მიდგომაა მნიშვნელოვანი. მიდგომა უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება და მიდგომა, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ეს რისკები. თორემ სარისკოა. ერთადერთი რაც არ მანაღვლებს, ეს არის თუნდაც ის არასამთავრობო სექტორის ფული, რომელიც არაფერში, ხშირ შემთხვევაში მას შეიძლება კარგად თუ გავაანალიზებთ, სხვადასხვა ასე თქვა ინდიკატორით შევამოწმებთ, ხო, მავნებლობა შეიძლება მეტი კონდეს ვიდრე სარგებელი ამ სიტუაციას. მაგრამ ის როდეს დიდი ნაკადები მოდის და ჩვენ გვჭირდება პორტების თუ გზების და ასე შემდეგ ამის გასაკეთებლად, ეს თუ ჩაგვიკეტეს, რა თქმა უნდა ეს დაარტყავს საქმესაც, ადამიანებსაც, მოცულობასაც და ყველაფერს და ჩვენ კიდევ იგივე სოფლმეურნეობაში იმდენად სერიოზული გადაწყობა გვჭირდება, ახლა ამას წინათ რაღაც ღონისძიება იყო და იქ თხოვეს გარკვეული ინფორმაციის გაკეთება და მე თვითონ ამ სოფლმეურნეობის სააგენტოს ხელმძღვანელებს ვთხოვე, რომ დაანებეთ თავი ესე ფრაგმენტულ გათითოკაცებული ადამიანების დაფინანსებას და ჩვენ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ სტრუქტურების დაფინანსებაზე. სისტემამ უნდა დაალაგოს ეს ყველაფერი. არ შეიძლება მიცე 2 გექტრიანს ან 7 გექტრი. არაფრის მომცემი რაღაცა ვარჯიშივით გამოსდის ამ ხალხს. არა, ჩავყვეთ ამ სოფლებს, ჩავყვეთ ამ განვითარების ესე თქვათ პროგრამებს და კონცეფციებს და მოვარგოთ იმ კონკრეტულ ტერიტორიებს, მიკროზონებს და სტრუქტურები შევქმნათ. ფული უნდა აითვისოს პირობითად კლასტერმა, ჰოლდინგმა თუ კოოპერატივმა და ასე შემდეგ. აქ ესეც რო შექმნა და აქ მიხვიდე ზღვა
შრომაა ჩასატარებელი. უამრავი რაღაცაა გასაკეთებელი და ესე გულხელდაკრეფილები, აი ბატონ თემურს მოწონს ეს 5 წლიანი და 10 წლიანი ისინი გადასარევია. ამის გეგმის გარეშე არაფერი და არავინ არ უნდა მუშაობდეს და ეს 5 წლიანი გეგმა რომ აქვს და აქ რო დავგეგმე რაღაცა, დღეს დავგეგმეთ ჩვენ რომ უნდა გავაკეთოთ ამ და ამ სოფლებში კლასტერი, რაღაც ერთი პროდუქტის გარშემო, აქ უნდა გავაკეთოთ კოპერა, აქ მაგ პრობლემა მიწის დანაწევრების და პარცელაციის, იქ მაგ პრობლემა ამ პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების და ბაზარზე შეღწევადობის და აქ დავიწყეთ დღეს ვაქს ათვლა და ყველაფერი გათვლილია იქ. ვიღაცა ამას უნდა უყურებდეს, ამოწმებდეს, ამონიტორინგებდეს. აბა ისე მიუშვი ამ იმაში. ეს არის ზუსტად იმ ლიბერალური პარადიგმის მიუშვი დაანებე თავი თვითონ დაარეგულირებს, ბაზარი მიხედავს. აი როგორ მიხედა რა მდგომარეობაში ვართ, ხედავთ, ჩვენ ნელ-ნელა მივიღეთ სამწუხაროდ ყველაზე ძვირი. გადახედეთ ფასებს. სადით თუნდაც ევროპის ფასებს შეხედეთ, ჩვენ სამეზობლოში ფასებს შეხედეთ, ხილზე, რა ვიცი, შოკოლადზე და 1000 რაღაცაზე, სადით თუნდაც ჩვენ ჩtildeოეთ მეზობლებში ნახეთ რა ღირს პროდუქტი პირველადი მოხმარების ხილი თუ ასე შემდეგ და აქ კიდე კონტროლიც არ არის. ესე იგი ხარისხი დაბალი, ფასი მაღალი. აი ეს რეალობა მივიღეთ. ეგ დაარეგულირა ბაზარმა. ეს დაარეგულირა ბაზარმა, ესე არიან დალაგებულები იმპორტიორები, რომ შეხვალ იმაში და 8 ლარი, 9 ლარი, ბულგარული წიწაკა ღირს 8 ლარი და 9 ლარი საქართველოში და რომ შევხედა ადამიანები თითოцалს ყიდულობენ. ეს სრული კატასტროფაა. მე ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც აი ყვირი ვართ, რომ რაღაც სოციალური შეჭირვება, რაღაცა ჩვენ ისერი ვართ, დავით კლდიაშვილი რომ ხუმრობდა ხო ერთი თითო ძმა რო თითო იმას, მაგრამ თავადები იყვნენ თუ აზნაურები იყვნენ და შემოდგომის აზნაურები. ხო, ეს არ გვინდა რომ ჩვენ გამოწმა რეალურად გამოდის რომ ისედაც დემოგრაფიულ პრობლემებში ვართ. ეხლა ეს ნუტრიციული პრობლემა მე არის ოჯახებში, კაი უფროსი კიდე რაღაცას მოზომავს, ბავშვებს ჭირდებათ კვება, ფარული, შიმშილი ბავშვებში რეალური სურათია, რეალურად რაც დგას ჩვენს ქვეყანაში. ჩაუღრმავდით, დაიწყეთ შესწავლა, ვინ რას რით იკვებება და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი პროცენტით არის ფარული შიმშილი ბავშვებში. ეს ნიშნავს ფიზიკურ, გონებრივ შეზღუდულობას. ჩვენ შეიძლება რაღაცა 10, 20, 30 წლის შემდეგ, ხო? რაღაც დეგრადირებული თაობაც მივიღოთ, ჯანმრთელობა შერყეული, ხანდაზმულებით, ახალგაზრდების და ასე შემდეგ. ესე უკონტროლოთ, ესე უპასუხისგებლოთ. არ შეიძლება ამ პროცესის მიშვება. ამას ვიძახი ზუსტად და ბატონ თემურს ვეთანხმები, კაცო, უნდა იყოს ეს გეგმაც უნდა იყოს. დავალების გამცემიც უნდა იყოს პასუხისმგებელი, დავალების შემსრულებელიც ეს ანგარიში ღია უნდა იყოს და ყოველ დღე თუ არა და ყოველ კვირა თუ არა დღეში ერთხელ მაინც უნდა უსმენდეთ ნებისმიერი დარგის მინისტრს და საზოგადოება უნდა აკეთებდეს დასკვნას, ეს მინისტრი მუშაობს, საქმე იცის, გონება გახსნილია, გეგმები აქვს, თანამშრომლებს ამუშავებს და ასე შემდეგ. ამას მაინც მივახციოთ, რომ ეს საჯარო იყოს ეს ყველაფერი. არ მაინტერესებს მე იმ პოლიტიკურ ჯგუფს, ამან ესე თქვა, მეორე პოლიტიკურ ჯგუფს, ეს საზოგადოებას არ აინტერესებს. საზოგადოებას აინტერესებს, როდის გაიაფდება პროდუქტი, როდის იქნება ხარისხიანი, როდის იქნება ხელმისაწვდომობა, რა არის სასურსათო უსაფრთხოების მთავარი პრინციპი? პროდუქციის არსებობა ქვეყანაში, მათ შორის შეიძლება იმპორტი იყოს, მაგრამ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, პროდუქციის უვნებლობა, რომ მე არ ვიწამლებოდე და ექსპერიმენტებს არ ვატარებდე ჩემს კუჭზე და ეს მოშლილია ეს სისტემა სამწუხაროდ და ნუტრიციული მომენტები, სასურსათო კალათა ეს ყველაფერი თვითდინებაზე მიშვება. ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს და რო ზრუნავდეს სახელმწიფო, პროფესიონალები უნდა იყვნენ. ეს პროფესიონალები საზოგადოებამ უნდა გაიცნოს, საზოგადოება უნდა უსმენდეს და მე ვიყო დამაჯერებელი, მე ვიქნები თუ ნებისმიერი ჩვენგანი, რომ იქ ხალხი მუშაობს ამაზე. მადლობა ბატონ გოჩა, დიდი მადლობა. თუმცა სანამ დაგემშვიდობებით, მინდოდა ხვალინდელ ორგანიზებასთან დაკავშირებით თქვენთვის მეთხოვა ორი სიტყვა ბატონო თემურ. ხვალ რამდენადაც ვიცი, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ასევე გეგმავს გარკვეულ აქტივობას ქალაქ გორში. სოლიდარობა მშვიდობისთვის გეგმავს მორალურ მხარდაჭერას, ასე ვთქვათ, იმ აქციებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ხვალ იყოს გორში, იქ მემარცხენე ძალები აკეთებენ ამას. ძალიან სასიამოვნოა, გისურვებ. ხვალ არის 155 წელი სტალინის დაბადებიდან, ეს არის საიუბილეო თარიღი, ხვალინდელი თარიღი.
და გორჩეულობებით ამ ხრივ აქტივობებს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ბატონებო მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ, რომ ჩემი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონი გოჩა ცოფურიშვილი, ეკონომიკის დოქტორი და ასევე ბატონი თემურ ფიფია, ასევე ეკონომისტი, თუმცა ამ შემთხვევაში პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივნის სტატუსით. დიდი მადლობა და ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.